შენ გონია ყველა სათამაშოა შექმნილი თამაშებისთვის. დამწუხაროთ მეც ასე მეგონა. მაგრამ დღეს მე და შენ ჩავატარებთ პატარა ექსპერიმენტს ამ სათამაშოსთან ერთად. მანამდე კი რა თქმა უნდა ძალიან დიდხონ იქნა აუცილებლად დაალაიქე ეს ვიდეო, მეგობრებს გაუზიარე და არხი გამოიწერე. თუ არ გაქვს გამოწერილი, ჩვენ კიდე ვიწყებთ. ლა ბუბუ. ერთი შეხედვით, ეს არის უბრალოდ პატარა საყვარელი სათამაშო. მაგრამ თუ ცოტა ხანს დავაკვირდებით, თითქოს და რაღაც საფრთხის შეგრძნებას იწვევს. აგრეთვე აუცილებელია, რომ დავამატო ლა ბუბუმდე იყო სხვა სათამაშო, სახელწოდებით პაზუზუ. არა, არ ვღადაო. პაზუზუ ძალიან ადრე იყო შექმნილი რაღაცა რიტუალების მეშვეობით. და მგონი რაღაცით გვანან, ხო? ლეგენდის მიხედვით, ლა ბუბუ ერთ-ერთ ჩინეთის პატარა სოფელში შეიქმნა. ის არ ყოფილა რაღაც ქარხანაში გაკეთებული სათამაშო. მაცხოვრებლები იმას ამტკიცებენ, რომ ლა ბუბუს შემქმნელი უკვე ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ბნელ რიტუალებით. და ზუსტად მაგან თავისი ოდნავ უცნაური თოთოთითებით შექმნა სათამაშო ლა ბუბუ. თავიდანვე ლა ბუბუსთან ერთად, ანუ სათამაშოსთან ერთად ყოველთვის გარეთ გადიოდა და უბრალოდ იჯდა, ასე ვთქვათ, მდინარესთან. უცნაურია, მაგრამ ლა ბუბუს იღებდა და წყალში, ასე ვთქვათ, აღჩობდა. ვიცი, სისულელია, მაგრამ ფაქტია. რამოდენიმე კვირის შემდეგ ლა ბუბუს შემქმნელი სახლი იპოვნეს სრულიად დამწვარი. ეგრევე შევარდნენ სახლში და რას ხედავენ, მთელი სახლი ფერფლად იქცა. მაგრამ თვითონ სახლის პატრონი პირდაპირ მეშვეობით გაქრა. არც გვამი, არც ძვლები, საერთოდ არაფერი. და რაც ყველაზე საინტერესოა, შუა ოთახში იდგა ლა ბუბუ. რო ვთქვათ, საერთოდ არ იყო დამწვარი, მოვიტყუებით. ნახევრად დამწვარი იყო სათამაშო, მაგრამ ფეხზე იდგა, თითქოს და რაღაცას ან ვიღაცას ელოდა. მის შემდეგ ეს სათამაშო სადაც არ უნდა მოხდეს, ხალხი უჩვეულო ისტორიებს ყვება. მაგალითად, თუ ლა ბუბუ ცარიელ ოთახში იმყოფება, მაქედან გამოდის რაღაცა უცნაური ხმები. ან მაგალითად, თუ ლა ბუბუ იმყოფება ოთახში, სადაც რაღაც ნივთები დევს, ის ნივთები უბრალოდ ან ვარდება, ან თითქოს და გადაადგილდება სხვა ადგილას. დღესდღეობით ლა ბუბუ ცნობილია როგორც დაწყევლილი სათამაშო. ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ვარსკვლავი თანატარებს ამ სათამაშოს. ჩანთაზე, ჯინსზე, თმაზე, ბრილოკის სახით. და რა თქმა უნდა, ამით ეს სათამაშო პიარდება და ძალიან ბევრს მოსწონს ეს წყეული სათამაშო, მაგრამ წყეული სათამაშოა, რო კითხვა ისმის. ნუ დაგავიწყდებად, რომ საწყიში აუღნიშნე, ეს არის უბრალოდ ისტორია და მითი. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, რაც ახლა მოვყევი, არ ვიცი. მე პირადად რა თქმა უნდა ალბათ გეცოდნება ეგეთი რაღაცების, საერთოდ არ მჯერა. მაგრამ პარალელურად მე და შენ ექსპერიმენტს აუცილებლად ჩავატარებთ. ახლა სულ მალე იქნება ღამის 3 საათი და ზუსტად ღამის 3 საათზე ლა ბუბუს ტასოს ჩავკეტავთ ვანაში, შუქს ჩავაქრობთ, დავტოვებთ მხოლოდ და მხოლოდ კამერას, დიქტაფონს. კამერა ჩვეულებრივად ღამით გადაიღებს ყველაფერს, რა თქმა უნდა შავთეთრად, მაგრამ არ აუშავს, გადაიღებს, რაც საჭირო იქნება. კი, მაგრამ კითხვა ისმის, რატომ მაინც და მაინც ვანაში? თუ გახსოვს, იმას ყვებოდი, რომ ლა ბუბუს შემქმნელი ლა ბუბუს, ასე ვთქვათ, წყალში აღჩობდა. ამიტომაც ლეგენდიდან გამომდინარე იძახიან, რომ ლა ბუბუს წყლის ძალიან ეშინია. მეორე კითხვა ისმის, რატომ მაინც და მაინც ტასო? მე მგონი ტასო ვიცით ეგ სათამაშო. კოჯოშიც ყავდა წაყვანილი და სასაფლაოზეც. ტასო რეაგირებს პატარა ხმაზე ან პატარა მოძრაობაზე. მაგით ჩვენ დაგვეხმარება. მაგალითად, თუ რაიმე ხმა იქნება ვანაში, ტასო გაგვაგებინებს მაგას აუცილებლად. ან თუ რამე მოძრაობა შეამჩნია, დავიწყებთ. ტაკს, ღამის 3 საათია ვართ ვანაში, ყავს თან ტასო. ტასო როგორ ხარ? გასაგებია.
ლაბუბუ, დიქტაფონი და კამერა, რომელიც ხამე გადაიღებს. ეს უბრალოდ ტასო ბაზრობს არ შეიმჩნიოთ და დავიწყებთ. დიქტაფონის მეშვეობით ჩინურად ვკითხოთ, აქ არის თუ არა და გაგვაგებინოს. ნიცაიუმა გაოსუბო. ლაბაბუ, ნიცაიუმა გაოსუბო. ნიცაიუმა გაოსუბო. ლაბაბუ, ნიცაიუმა გაოსუბო. ტაქს, კამერა ჩავთეთ, დიქტაფონი ჩავთეთ. მოეხა რეაგირებს, რადგან ჩვენ ვართ აქ. ეხლა კი მოვისმენთ თუ რამ ჩაწერა დიქტაფონმა. ორმოცდახუთი წუთის შემდეგ. მეც მეძინება. ძაღლების ხმა ისმის. ჯანდაბა საათნახევარი არის გასული, ჩვეულებრივად ვითიშები მეძინება. მაგრამ რა თქმა უნდა, მოდი მოკლედ აუხსნათ თუ რატო მოძრაობდა ტასო. რა თქმა უნდა, მთლიან ვერსიას არ დავდებ, იმიტომ რომ უინტერესო იქნება საათნახევრის მანძილზე, სადაც ტასო მოძრაობს. ჩავსვით ეგ მომენტები, მაგრამ კითხვა ისმის, რატომ მოძრაობს ტასო? ჩვეულებრივი ახსნა. ამ ეტაპზე არის ქარი, თბილისში. პატარათი ფანჯარა გვაქვს ღია ვანაში. სავარაუდოდ ვარაუდობ, რომ პატარა ხმის ნიავზე ტასო რეაგირებს. ამიტომაც არანაირი ანომალია. დიახ, ლაბუბუ პატარა თოჯინა არის, ამიტომაც ტასოს გვერდით ჩავსვი. რაც შეეხება ხმებს, როგორც ხედავთ, დიდად არაფერი. ისევ და ისევ ქარის ბრალია, თუ რაღაც პატარა ხმებია. ვაღიარებ, ჩემი მინუსია, უნდა ჩაგვეკეტა ფანჯარა, მაგრამ ვაფშე აღარ მახსოვდა ეგ რაღაცა. მოდი ეხლა მოკლედ გეტყვით ერთ რაღაცას. მე ვარ სკეპტიკოსი. არ ვჯერ ამ რაღაცების, ანომალიების, პარანორმალ მოვლენების და ასე შემდეგ. კასინგ ლუნგ მაგან შექმნა რეალურად ლაბუბუ. ის არის მხატვარი და ილუსტრატორი, თუ სწორედ ავღნიშნე. ჩვეულებრივად გაპიარდა ეგ სათამაშო და ჩვეულებრივად უბრალოდ შექმნეს მაგაზე მითი. ამ სათამაშოზე შექმნეს შავი მითი, რათა იყოს შავი პიარი და მოვიდეს ეს ამბავი შენამდე, ჩემამდე, იმამდე და ასე შემდეგ და უბრალოდ პიარია.
ამიტომაც მეგობრებო, რომ ნუ გეშინია მაგ სათამაშოსი. ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი პატარა მახინჯი სათამაშო, ამასობაში საყვარელი. არ დაიჯეროთ რაღაცა სისულელეების. აუღნის შესაწყიში, რაც მოუყევი, ეგ არის უბრალოდ მითი, ანუ უბრალოდ გამოგონილი ლეგენდა. ეგ არის და ეგ. დამიწერე კომენტარებში, შემდეგი რომელი ლეგენდა მოუკლათ და ჩავატაროთ ექსპერიმენტი. მე კიდე რა თქმა უნდა დროებით დაგემშვიდობები.